ხელოვნური ინტელექტის დაწერილი ლექსი ირაკლი ღარიბაშვილზე. იყო ქვეყანა მზით მოტყუებული, სადაც მდინარე დუმდა შიშით და გამეფდა თავად ირაკლი, ლოცვით, ოქროთი და ქაღალდებით. ამბობდა ხალხი, მე თქვენთვის ცოცხლობ და ფარულად თვლიდა ნავთის ფასს. ღამით წერდა წერილს ღმერთს, რომ ნება დაეძინებინა, ძალაუფლება ოდნავ კიდევ დღით ხუთად. ტაძრები ბრწყინავდა ხმაკი შიგნით მკვდარი, ღვთლები ქედმოხრილნი ქედს უკრავდნენ ქარს, მათ შორის იყო მამა ანტუნი. მეფე უყვარდა საკუთარ ხმას და როცა მდუმარე მოედანი იძროდა, ის ამაღლებდა ხელებს ზეცისკენ და ლოცავდა საკუთარ თავს. ერთხელაც თქვა, მე უბრალო ვარ, ხალხური ვარ და იმავე დღეს ახალი ტაძარი აშენდა მის სახელზე. ეს იყო ირაკლი ღარიბაშვილი. ქვის ქვეშ ჩარჩა მისი სიცილი. მეფეა, 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 იძახდნენ ირგვლივ მყოფი ხალხი. გადასახადებს ქარი აგროვებდა სიბნელეში და ფურცლები ტრიალებდნენ ისე, როგორც შემოდგომის ფოთლები. მეფე ირაკლი სიზმარში ხედავდა ხოლმე, რომ თვითონ ღმერთიც მისგან იღებდა რჩევებს პოლიტიკურად. ხალხი ლოდინით გახდა მდინარე, რომელიც ჩუმად ტიროდა ქვების ქვეშ და როცა ერთმა მათგანმა თქვა, დროა, მზე ხომ აღარ ანათებს, მეორემ უპასუხა, ირაკლი გაანათებს, მაგრამ ღამე ნელა მოვიდა ფეხაკრეფით, სველი და ტყვე, ტახტზე დაიდო ბინა სიჩუმემ. თავად ირაკლიმ სცადა ღმერთის ხმა მოესმინა, მაგრამ მხოლოდ საკუთარი ეჭვის ხმა ესმოდა. მერე ქარმა წამოიღო დროშები, 5-ჯვრიანი, 4-ჯვრიანი, სიტყვები და დარჩა მეფე მარტო. ტაძრის კედლებიდან ჩამოცვიუდა ქვები და ხალხმა პირველად დაინახა, რომ მზე ირაკლი აღარ იყო. დრო გავიდა, ქარი ჩადგა, ქვეყანამ ამოისუნთქა როგორც დილამ და მეფე ირაკლი იგივე ღარიბა. მხოლოდ ქაღალდზე დარჩა, სადაც ეწერა, მეფე იყო, სიტყვებით მეფობდა და დუმილით წარვიდა.